დღეს გვექნება მორიგი ვიდეო განყოფთვის, რომელიც არ იქნება ტემუდან. წინა ვიდეო რატომღაც ტემუს ვიდეო ეგონა ხალხს არ და ტემუზე არ იყო და გარკვევი მქონდა რა თქმა უნდა. აობაო და ბილუდუს ეხებოდა. რა თქმა უნდა თუ ტემუს მიეძალებით აუცილებლად ძირითად შემთხვევაში ნაგავი პროდუქცია ჩამოდიოთ. მე იცოდეთ რომ აქედან არანაირ სარგებელს არ ვღებულობ, ერთადერთი სარგებელი იქნებით თქვენ თუ უბრალოდ ჩემ არხს გამოიწერთ. ამისთვის მადლობას გადავიხდით. ეს ვიდეო 10000 ლაიქზე თუ ავა, მე ავდგები და კიდევ გამოვიწე რაღაცებს მესამე ნაწილსაც შემოგთავაზებთ ამ ვიდეოსაც. Რაღაც ნაწილები გამოვწერე ჩემი მეუღლისთვის, კომპიუტერი აუწყდა, ჭირდებოდა პერიფერია, კლავიატურა, მაუსი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მარე მაუსით დავიწყოთ. ესეთი შეფუთვა აქვს. ოპა. ხო, რაც შეიძლება ამ მაუსზე რო თქვა. ნახეთ. ეს არის Logitech G Pro Superlight, ვინც იცით, ეს დარეგით გეცოდინებათ ეს ფორმა თქვენთვის ძალიან ნაცნობი უნდა იყოს. M-Chose A7 Pro. ამ მაუსს აქვს ერთ-ერთი ტოპ სენსორი, რაც დღესდღეობით ბაზარზე მოიპოვება. PixArt-ის 1395 სენსორი თუ ავსდები, რომელსაც 26000 აქვს DPI. ამას მოყვება თავისი დონგლი, ეგრეთ წოდებული წესი დარეგით უნდა იყოს, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ ან 4K, ან 8K ზუსტად არ მახსოვს, რომ ჰერცი მოგცეს. აი ესეთი ეგრეთ წოდებული დონგლი. ერთ პატარა რჩევას მოგცემთ იმათთვის, ვისაც მაუსის ყიდვა უნდა. მაუსში ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, იცოდეთ ხელის გრიპს, როგორ გიჭირავთ მაუსი. იმიტომ რომ ძალიან ბევრნაირი გრიპი არსებობს. არსებობს finger tip-ი, არსებობს claw grip-ი, არსებობს palm grip-ი და ასე შემდეგ და ასე. ჯერ უნდა გარკვევთ მაუსი როგორ გიჭირავთ ხელში და იმის მიხედვით აარჩიოთ მე როგორი მაუსი გინდათ. რადგან მაუსი ვახსენე, ბარემ კლავიატურაცმა გამოწერილი ულამაზესი. რაც შეეხება ამ კლავიატურას, ესეც არის მაშინ თუ გახსოვთ ვინც უყურა წინა ვიდეოს, მე გამოვიწერე მაგნიტურ სუიჩებზე კლავიატურა. ანუ რას ნიშნავს? თითოეული დაჭერის სიმძლავრე შეგვიძლია აკონტროლოთ პროგრამიდან, ანუ აქტივაცია და დეაქტივაცია სად მოახდინოს კლავიატურამ. და Valorant-ში და e-sport-ში ზოგადად ძალიან ხშირად, counter-შია დაბანული თუ ავსდები ერთადერთი, თორე დანარჩენი თამაშებში ჩვეულებრივად სტანდარტად იქცა ესეთი ტიპის კლავიატურები. ოუ, ლამაზი ჩანს, ბიჭო. აი ესეთი. ნახეთ. რა ლამაზია უბრალოდ. თავისი დამატებითი ორი სუიჩი მოყვა, რომელიც შეგიძლიათ გატესტოთ. უბრალოდ ეს ჩინელები აყოლებენ ხოლმე დამატებით რამოდენიმე სუიჩი იმისთვის, რომ რამე სხვადასხვა სუიჩებია და შეამოწო რომელი უფრო ქსიამონებს და თუ მაგალითად ეს უფრო მოგეწონა, ადგები გამოწერ მარტო სუიჩებს და ანუ ეცვლება სუიჩები რომ იცოდეთ. ხო, კიდე მოყვება ესეთი რაღაც გეიმინგის არის რა. ნახეთ. ეს უკეთდება, აი ესე გვერდით აი აქ და ამით შეგვიძლია რომ ატარო რა, ჩამოსაკიდებელია მოკლედ. აუ, რა. ამა შეხედე. ნახეთ როგორ ლამაზად ანათებს ეს შიგნიდან, აი ესე შიგნიდან ანათებს, აი ეს ყველაფერი რაც კლაკნილებია, ასე ვთქვათ, ყველაფერი ანათებს და ეს ასოები ძალიან ისე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ამ ასოების მიმართ, რომ ქვემოთ რო არის მეთქი ალბათ არ გამოჩნდება კარგად მეთქი, მაგრამ ყველაფერი იდეალურად ჩანს მეგობრებო. და ხმა ძალიან ძერსკია. ძალიან ამას შეფსაც გამოვიდე როგორ აი ესეთი. ბიჭო, იმიტომ მევასება ამ პინდუდუდან და ტაობაოზე აი ესე ძრომიალი და რაღაცეების ჩხრეკვა, რომ ვიცი აუცილებლად აი ისეთ რა პროდუქტებს მივაგდებ, რასაც შანსი არ არის რომ ტემუზე მივაგდნო. არ არსებობს უბრალოდ და ტემუ არის ცალკე შექმნილი, სადაც გადასროლილია ძირითად შემთხვევაში ნაგავი. ვიცი ძალიან ბევრი იუთუბერი იღებს ტემუზე ვიდეოებს და არ იმავშვები რა ქვია, არავის არ ვაძაგებ, მაგრამ მე გეუბნებით რომ იცოდეთ თუ ხარისხიანი პროდუქცია გინდათ და რაც თავარია თუ გინდათ ბრენდები გამოიწეროთ, აი რომელიც იცით თქვენი ცნობილი ბრენდები, რასაც ხედავ რომ ვიღაცა ცალკე იუთუბერები განიხილავენ, თავიანთი ოფიციალური საიტები აქვს გახსნილი ამათ, სადაც უფრო ძვირიღის პროდუქცია ვიდრე რომ ჩინეთში ვიპოვო, წარმოიდგინეთ. თავიანთი ლოკალური პროდუქცია რა თქმა უნდა უფრო იაფია იქაურებისთვის ვიდრე აი ესე ადგე და საერთაშორისო საიტები აქვს ესე com-ზე გაკეთებული ძირითად შემთხვევაში და ფასები აქვს გაფრენილი. წინა ვიდეო რო ჩავწერე, სადაც ჩემი კლავიატურა, რომელიც გამოვწერე და რო ვთქვი რომ აი ესე თამაშებისთვის და იმისთვის არის ძალიან ბევრმა გამოწერა. ძალიან ბევრმა. ძალიან კმაყოფილები არიან. მით უმეტეს ვინც თამაშობს. ყველაფერი რაც გამოწერილი მაქვს, ყველაფერი იქნება აღწერაში და თან მივაწე რა არის ქართულად. და თქვენთვის უფრო გამარტივდება ეგრეთ საძიებო ველი ასე ვთქვათ რა. თურქეთიდან გამოწერილი ბიგი საპარსი, რომელიც აი ესე შეფუთვაში თავის სამგზავრო ჩანთით ჩამოვიდა, ბიჭო. 23 ლარი დაждდა ბიგის ეს საპარსი. ეგრე რა თორედ გავყარსავიდავში ხალხი გასო ოჯახში, ამდენი ხანი ველოდე. აი ესეთი 5 დონიანი საპარსი არის რა, ანუ 5 საპარსი პირი რომელსაც აქვს. და მოყვება 4 თავი, აი ესეთი.
ეს რომ მოვიძიე Amazon-ზე ძალიან დადებითი შეფასებები აქვს და ყველა კმაყოფილია და 23 ლარად ასეთი საპარსი რომელსაც თავი ეცვლება და თან 4 თავი მოყვება ზემოდან მე მგონი რომ ძალიან მაგარი ფასი არის მეგობრებო ხო? თან იცოდით რომ ტრენდიოლიდან გამოწერა ბევრად იაფიჭდება იმ მხრივ რომ გზავრობის ფასი არის ბევრად ნაკლები. ეს გამომადგება როგორც იქნა დღეს შევალ გავიფარსაო. აი თურქეთი ვახსენე და ბარემ თურქეთის პროდუქციას შევყვები. სადედი შენიდან გასახსნელი შეშობელძაღო. ამ ტემუდანაც ცადე გამოწერა რაღაცები და აი მაგალითად განათება მაქვს გამოწერილი და კაპიკათა რო არ გა. განათება მაქვს გამოწერილი სხვათა შორის დარჩით ვიდეოს ბოლომდე აუცილებლად თან გაჩვენებთ როგორი განათება. აუ რა მაგარია. აუ არ მოყვა ბიჭო. აუ მე მგონა ის ნატურა მოყვებოდა. მოგეთ რატო გამოვიწერე ეს? აი ესეთი ნახეთ სიცარიელია შიგნით. ამას დავდგა უკან, აი აქ სადმე და ჩაუყენებ ჭკვიან ნატურას, სადაც გავაკონტროლებ ფერებს და ესე რაღაცა თბილ ფერებში დავაყენებ და უკანა ფონს ძალიან უხდება ხოლმე. ეს ძვირი დამждომია. ეს დამждდა 25 ლარი. ნატურა მაინც ყოფილიყო შიგნით ვიტყოდი რომ რაღაცა მაგარი ფასია მეთქი. ასევე გამოვიწერე განათება. New-Eris, რომელიც არის ფოტოგრაფიაში და მსგავს რაღაცებში ვინც არის, აუცილებლად ეცოდინება ეს ბრენდი. ხარისხიან პროდუქციას აწარმოებს საკმაოდ ბიუჯეტურად. რა მაგარ ჩანთაში მოვიდა, რა სიძახი. ნახეთ? აი ესე თავის ჩანთა მოყვება განათებას. ეხლა ამ განათებას ვაფშე დავაყენებ. ოპა. რა სიძახი, ბიჭო. ნახეთ. LED ნატურა არის, რომელიც არ არის უხეში. შეგიძლიათ აკონტროლოთ აი უკან ეკრანი აქვს, აი აქ. აკონტროლოთ რომ რამდენი კელვიზე გინდა რომ იყოს, ცივი გინდა, ცოტა თბილი გინდა, რამდენ პროცენტიანი სიმძლავრე გქონდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მით უმეტეს ესეთი სეტაპებისთვის, სადაც მაგიდასთან ზიხარ და ისე საუბრობ, არის ძალიან პრაქტიკული. მეტი 5, რატო არ ჩადეთ მეტში თქვენი აი ესეთი ის არის. მოკლედ მაუნთი ეგრეთ წოდებული დასაკიდებელი, რომელზეც შემიძლია რომ თან ჩემი კამერას დავდგა. თან ეს განათებაც ერთდროულად მივამაგრო. ხო, რაც შეეხება ამ ბრენდს, ეს ბრენდი არის ულანზი. მოკლედ აღწერას მოგცემთ ხოლმე რა ბრენდია. ულანზი არის ჩინური ბრენდი, რომელსაც ძალიან აქ ფესვები გადმული ამერიკაში რო რამე რა. ერთ-ერთ ბიუჯეტურ კარგ პროდუქციად ითვლება და ჩვენთან არ არის. სამწუხაროდ. ხო და აი ხა ეს ულანზიც რომ მინდა სამი ვარიანტი ან ოფიციალურ საიტზე ამათგან გამოწერო პირდაპირ ან Amazon-იდან გამოწერო და ან მესამე ვარიანტი არის უშუალოდ შეხვიდეთ თავიანთ ბაზრისთვის რაც არის გათვლილი ჩინეთში იქიდან შეიძინო სადაც თანხას ყველა ვარიანტში ზუ ყველა ვარიანტში რა მაგარი ხარისხი ბიჭო ხად აი ნახე შეხედეთ აი ესეც კი მეტალის აქვს, ანუ აი ეს თითო რა ტრიალებს რა, რაზეც უნდა დამაგდეს რაღაცეები. ასევე შეგიძლია რომ აი ესე ადგე, გაადიდო, დააპატარაო, რა ზომაზეც გინდა. და მთელი პლუსი ის აქვს, რომ მოყვება მეორე აი ესეთი სამაგრი, აი ესე მიმაგრდება ეს ერთმანეთზე და შეგიძლია ორი რამე მოათავსო ერთდროულად. ერთი განათება დააყენო მაგალითად, მეორე კამერა მიაყენო. არის ძალიან მაგარი რამე, რომელიც აქ მე არ ვიცი, მე ვნახე, ვეცები შეიძლება არის არა და რომც იყოს დარწმუნებული ვარ ძალიან ძვირი ეღირება ანუ ძალიან მაგარი რაღაცა არის ხო ეხლა მე ამ ყველაფერს დავამონტაჟებ და გაჩვენებთ როგორი გამოვა სახვირში მომხვდა ამის დედა მომხდა შეხედეთ რა მაგარია და რამ ხელა სხვაობას იძლევა ოთახში აქამდე აი ეს მეყენა. არა, ხომ მე ცოტა კამერის სეტინგები თუ შევცვალე, მთელი მუღამი რა არის? შემიძლია ესეთ რამე გავაკეთო, კამერას აი აქ დავამაგრებ, მეორე ეს აქ ძალიან დიდი პლუსი, რომ ამას სადაც მინდა გინდა, აქეთ გამოვკაჩო, მინდა იქით წავიღებ, მინდა აქეთ. ეს შენაძენი არის, მეგობრებო, W შენაძენი. ეს განათება იმაზე მაგარი ამოშთა ვიდრე მეგონა. აი ხა ზუსტად იგივე კომპლექტაცია, აი უბრალოდ სადგამის გარეშე, სადგამი ცალკე ვიყიდი, იმიტომ რომ აი ესეთი მინდოდა 2-ში 1 და ამას არ მოყვებოდა ქართულად ეგეთი არაფერი. Amazon-ზე ღირს ამ მომენტში $90, $42 დამიჯდა ტაობაოდან რომ გამომეწერა. $38 დავზოგე ამ ნივთის შეძენისას. და ცალკე ამ შტატივის ფასიც მაინტერესებს. მოკლედ რო აღიქვათ $76 და 95 ცენტი ღირს ეს მოდელი. მე მივეცი 219 იუანი, აი 219 იუანი, რომ დოლარებში გადაიყვანო $30 გამოდის.
$46 დავზოგე ამ ნიუტზე, რომ არ შევიძინე Amazon-ზე და შევიძინე Taobao Pinduodu's იმაში, სადაც არის რა, ხან იქით არის, ხან აქეთ არის ხოლმე რაღაც ნიუტს როცა ვეძებ, კონკრეტულ ერთზე არ არის ხოლმე. შეიძლება რაღაცა Taobao-ზე იყოს, შეიძლება რაღაცა Pinduodu's-ზე იყოს. ხო და თუ კარგი რაღაცა გინდათ, ამ Temu-ს შეეშვით. Temu-ზე ვერ ნახავთ ისეთი ხარისხის პროდუქციას, რაც აი იტყვით რომ მართლა საღო, ძალიან მაგარი აწყობის ხარისხი აქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არ ვიცახი რომ Temu-ზე შეუძლებელია ეგეთი პროდუქციის პოვნა, მაგრამ სადაც ამ ორ საიტზე ნახავთ, თქვენ ვერ ნახავთ Temu-ზე. მაგას არ არსებობს. ჩემი კამერის, რაც მაქვს Osmo Pocket 3-ის, გარე გადაღება როცა მაქვს და თუ ცუდი ამინდია, ხშირ შემთხვევაში პრობლემა არის ხოლმე. და გამოუწერი ასეთი ქოლგასავით რა, აი ხედავთ? ესე თავზე ეცმევა და წვიმისგან იცავს. და ასევე გამოუწერე იგივენაირი კონსტრუქცია არის, რომელიც ეს უკვე ეკრანზე მიდის, ნახეთ? ნახეთ როგორ აქ ესე თავი თითქოს და კეპივით არის რა. ეკრანს დაუმაგრებ ესე და წვიმისგან იცავს ამასაც. BRDRC ცოტა უცნაური სახელია, ზოგადად ჩინელები გამოირჩევიან უცნაური სახელებით, მაგრამ კარგი, ანუ ცუდი შეფასებები არ ქონდა, კარგი შეფასებები ქონდა და აპიკებში მაგ გამოწერილი მართლა. ამასაც ამოვანათებ აუცილებლად. Temu არის როგორ რაღაცებისთვის, იცით კარგი? აი, რასაც დიდ ყურადღებას არ მიაქციეთ, რომ აი კარგი ხარისხი არ არის ხარისხი, თავარია რომ იაფი იყოს რა და უბრალოდ პრაქტიკული იყოს. თორე რამე ისეთი გაჯეტი, რომელიც ელექტროობაზე არის მიმართული, ანუ რომელიც უნდა განაცდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, აუცილებლად ცოტა მეტი გადაიხადეთ და ხარისხიან იყიდეთ, იმიტომ რომ დამიჯერეთ ერთხელ რო იყიდით ცუძს, აუცილებლად შესაძლებელი გექნებათ. დამიჯერეთ. იაფსიხდი გონია რომ დაზოგე ფული და ამ დროს ის არის, რა ქვია. მე უფრო მეტი ხარჯი გაქვს რეალურად ვიდრე იქამდე რომ უბრალოდ კარგ ხარისხში ფული გადაგიხადა. ვიც არის ცით აი Ugreen-ის ბრენდი, ჩემ პირად რეკომენდაციას ვაძლევ ამ ბრენდს, რომელიც არის ჩინური ბრენდი და აწარმოებს ერთ-ერთი უმაღლეს ხარისხის ტელეფონის აქსესუარებს, ზირთადად კაბელები, დამტენები და მსგავსი ტიპის რაღაცეებს. ესეც ჩინეთიდან გამოუწერე კაპიკებში. ნაჭრისებური ის აქვს რა, ხო ხდებით მატერია, რომ მარტივად აი რეზინით როცა არის შემოფარგლული ხოლმე, რეზინა ძირითად შემთხვევაში მალევე იხევა. ეს ბევრად უფრო bending-ს ეძახიან ინგლისურად, ანუ დაკეცვას უფრო მეტად უძლებს, აი რომ ჩაიკესოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. 13 ლარი გადავიხადე 3 მეტრიან კაბელში. ვიც მცოდნე არის, მოკლედ ყველა დამეთანხმება, რომ მართლა კარგი პროდუქცია აქვს. აი ჰოკოებს და რაღაც მსგავს ბრენდებს ჯობს, ბევრად ჯობს თან. მე თან როგორ არის ის ტასაცმელში ფულს არ ვხარჯავ. მე აი ეგეთი უაზრო ჩვევა მაქვს, რომ ტასაცმელში ფული არ უნდა, ანუ მენანება, გეფიცებით თუ ვაჭარბებდე. და ტექნიკას როგორც კი ტექნიკასთან მიდგება საქმე, მინდა ყველაფერი საუკეთესო. ბოლო ნივთი რაც დარჩა, ეს უკვე არის ტრენდიული, რაც შეეხება ამ ნივთს. ბოლო დროს ვაქცევ ყურადღებას რა ვჭამ. რაში მზადდება, რა ჭურჭელში და ასე შემდეგ. ეს ვითომ რო არ იკრავს ტაფები, იცოდეთ რომ ჯანმრთელობისთვის დამაზიანებელია მართლა, აი ეხლა რო ადგეთ და ჩაწეროთ რამე ინტერნეტში, ძირითად შემთხვევაში ამოგიგდებთ რომ რეკომენდაციას აღარ აძლევენ და ყველა რეკომენდაცია მიდის ხოლმე ძველებურ გაგიკვირდებათ ერთ-ერთ ყველაზე ისეთი მარტივ ტაფებზე მიდის რეკომენდაცია, რომელიც არის უშანგავი ფოლადისგან დამზადებული, არის ჯანსაღი. უბრალოდ რატომაც დაკარგა ამ ტაფამ აქტუალურობა, იყო ის რომ არასწორად მოიხმარნენ ამ ტაფებს. არასწინდნენ ხოლმე ამ ტაფას სათანადოდ გაცხელებას, რომ ამ ტაფას არ მიეკრო. იმიტომ რომ ამ ტაფას როგორც კი საკმარის გრადუსზე თუ არ გააცხელებ, აუცილებლად დაიწყებს საჭმლის მიკრობას. და ეს იმდენად არაკომფორტული და იმდენად ცუდი პროცედურა იყო, რომ ეს მიკრული საკვების ამოყვანა ამ ტაფიდან, რომ მოკლედ სამყარომ დაიკიდა რა და ხორცს ძალიან ხშირად ვიწვავ. ხორცისთვის და მსგავსი რაღაცებისთვის რომ შევიწვავ ხოლმე, გამოვიწერე უჟანგავი მეტალის 2 ზომის ტაფა. წესით არიგით 2 ზომა უნდა იყოს. იმედია არ გამაცუცურაკეს თურქ-სელჩუკებმა და თუ გამაცუცურაკეს კიდევ, ხო? იახტი ლერემდისინერდი ჩერქეს იახტი რუს ფუჩუჩუს იახტინე. ოკეი თურქებო. ამიტომ ცოტა ფრთხილად იყავ. თორე აკეთ აი ესეთი ბზინვარე ეს არის რა ბრენდი ამბოსი. რავი რა ნორმალური ხარისხია, რაც ნახეთ ტრენდიოლზე ქონდა კარგი შეფასებები. 2 ზომა გამოვიწერე, რომ რამე ერთი მქონდეს მაგალითად ცოტა ისე დიდი ზომის ხორცისთვის, მეორე იყოს აი ბოსტნეული რო შევწვა ხოლმე ძირითადად აი ამ ტაფაში. მეტალია, რაც თავარი არის 18-10 მეტალის შემადგენლობა, თუ არსებობს 18-10 არის ერთ-ერთი ყველაზე ანუ ოქროს შუალედია რა, ყველაზე კარგი ვარიანტია 18-10 აი ესე დეფიციტი წერება. სხვათა შორის ტაფებსაც ცეცხლის ფასი ადევს ჩვენთან. ამ ორ ტაფაში გადავიხადე 100 ლარი. ორ ტაფაში, აქ ერთ ტაფა შეიძლება ვერ იყიდოთ 100 ლარით.
და რასაც ნახავთ ძირითადად აი ეს ნონსტიკები და რაღაცა უბედურობა და ჯანმრთელობისთვის იცოდეთ რომ საზიანოა მართლა, იმიტომ რომ ეს ვითომ ნონსტიკ ტაფები რაც არის, როგორც კი იწყებს ქერცვას, ასე ვთქვა და ის თქვენ საკვებში შედის, ტოქსინებია, მოკლედ არ ვარგა თქვენი ჯანმრთელობისთვის და ჩემი მართლა გულწრფელი ადამიანური რჩევა იქნება, რომ აი ესე ჯანსაღ ტაფებზე გადადით, ისწავლეთ უბრალოდ როგორ უნდა მოიხმაროთ და დამიჯერეთ ძალიან მარტივი იქნება. მოკლედ ძალიან გავიქაფე დღეს რა, ძალიან ბევრი ვილაპარაკე და თავარი არის ბევრი ვილაპარაკი არა, თავარი არის ის, რომ საჭირო ინფორმაცია თუ მოგაწოდეთ თქვენ თუ მიიღეთ აქედან რაღაცა ისეთი, რაც თქვენ გამოგადგებათ შემდგომში. მე ძალიან მოხარული ვიქნები თუ დაგეხმარებათ ესე ტიპის ვიდეოები, ჩემ იმიტომ რომ მართლა დიდი გამოცდილება მაქვს აი ესეთ რაღაცების გამოწერაში და ამის არ გაზიარებას არა ადამიანობა იქნება ჩემი მხრიდან მართლა. იმიტომ რომ ვიღაცები არიან, ვისაც უნდათ გამოწერა და არიციან, ვერ ხვდებიან ასე შემდეგ და მე რაც შემიძლია რომ ინფორმაცია მოგაწოდოთ, ასე მაინც ავდგები და რაღაც ვიდეოებს 1000 ერთხელ ჩაგიწერთ ხოლმე რაღაცებს გამოვწერთ. კიდევ ერთხელ ტემუს არაფერს ვერჩი, უბრალოდ არ არის ის ხარისხი, რაც უნდა იყოს. იცოდეთ, აქედან კაპიქს არაფერს არ ვღებულობ და ეს იმიტომ იმოშვები რომ რაღაც ვიღაცებს ყოველთვის წარმოუდგენთ რომ ჩვენი თითოეული სიტყვა რაღაცა ფულთან არის ასოცირებული და ყოველთვის რაღაც სარგებელს ვღებულობ. არაფერს სარგებელს არ ვღებულობ აქედან. გულწრფელი ადამიანურად რაც ვიცი იმ ცოდნას გიზიარებ და გაჩვენებთ რა უკეთესია და რა ცუდი. ერთადერთი თქვენგან რაც იკეთებ, თქვენგან მე თუ სარგებელი უნდა მივიღოთ, თქვენგან უნდა მივიღო სარგებელი, იმით რომ ეს ვიდეო 10000 ლაიქზე ავიყვანოთ და გამოწერით, დავაგვირგვინოთ ეს და იქნებ 70000 გამომწერი ამ ვიდეოთი მოვაგროვოთ. მადლობა ყურებისთვის, ვინც ბოლომდე დარჩით და აბა თქვენ იცით. ხარისხიან პროდუქციას გისურვებთ.